სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მასწავლებლის ნინო დათაშვილის პროცესი 17 სექტემბრამდე გადაიდო. მიზეზი დათაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც ის დღევანდელ სხდომაზე ვერ გამოცხადდა. ადვოკატ თამარ გაბოძის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს პენიტენციურ დაწესებულებას დათაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდების თაობაზე, თუმცა უწყებას კონკრეტული ნაბიჯები ამ დრომდე არ გადაუდგამს. გაბოძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვალშეხვდება და განიხილავს საკითხებს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობის დაყენებისა და ბრალდებულის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ. სასამართლოში დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესზე. ნინოს ინტერესი არის, რომ ჩართული იყოს თავის საქმის განხილვაში და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ნინოს გარეშე არ გაგრძელებული იყოს სასამართლო. შემდეგი ნაბიჯი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ადვოკატებმა, კვლავ მიმართოთ დაწესებულებას და მოვითხოვოთ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს შენარჩუნებული, რადგან ციხის პირობებში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თითოეულ დაკავებულზე და თავისუფლებას შეზღუდულ ადამიანზე იზრუნოს და თავისუფლების შეზღუდვის პირობებში არ გაუარესდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ნინო დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. შემთხვევა საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მოხდა. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიდის მასთან რამდენიმე მანდატური. ჯერ ერთი ცდილობს დაატოვებინოს ტერიტორიას, შემდეგ კი მეორე. დათაშვილი მათ აფრთხილებს, რომ არ მიეკარონ. ამის შემდეგ მანდატურებმა აქტივის სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ნინო დათაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.